მამაკაცები, 4 ტიპის მამაკაცი, რომელიც სრულად დაანგრევს თქვენს ცხოვრებას. რიგით პირველი მამაკაცი ეს არის მამაკაცი, რომელიც დედიკოსთან ცხოვრობს და დედიკო, აქ ცხოვრებაზე კი არ არის პირდაპირ საუბარი, დედიკო იღებს გადაწყვეტილებებს მის ცხოვრებაზე. რა უნდა გააკეთოს, ვინ უნდა მოსწონდეს, ვინ არ უნდა მოსწონდეს, რა უნდა ჭამოს და ასე შემდეგ. მთელი პასუხისმგებლობა აკისრია დედას. მიხვდით, მაგრამ ეს ადამიანი თქვენ შეგხვდება, შეიძლება ბევრი გასვლა გამოსვლაც გქონდეთ ცხოვრებაში, მაგრამ ითამაშებს და მოირგებს მამაკაცობას თქვენთან ურთიერთობაში, მაგრამ როცა თქვენ რაღაცა გარკვეული პასუხისმგებლობის აღებას მოსთხოვთ ამ ადამიანს, ეს ადამიანი უბრალოდ წავა, არასოდეს არ დაგქორწინება თქვენზე, არ მიიღებს სერიოზულ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ დედა ერთია, ქალები ბევრი არიან და წავა სხვა ადამიანს მოძებნის. ხო, ეს ადამიანი, რომელიც ირგებს მამაკაცობის როლს თქვენს ცხოვრებაში. ეს ეთახმებით თუ არა დაკომენტარეთ აუცილებლად. შემდეგი, მეორე ტიპი მამაკაცის ეს არის კრიჟანი მამაკაცი და რატო? იმიტომ რომ არის შემთხვევები ცხოვრებაში, როცა ქალბატონები რაღაცა ვერ მალავენ სიხარულს, რო რაღაცა თუნდაც ნახა ადამიანი, ვისაც კრიჟანობა იმ დონეზე ცუდია ხალხო, რომ ყოფილა მომენტი, რომ ადამიანს გონია, რომ რაღაცა ადამიანი ნახა, რომელსაც აქვს ფინანსები და შეუძლია სრულად მისი პრობლემები მოაგვაროს ცხოვრებაში, მაგრამ იმდენად დეტალებში მჟღავდებიან, რომ აღარ გინდა მათი მილიონები ამ ცხოვრებაში. ძალიან რთულია, მაგრამ არის ხოლმე ხანდახან მომენტები, როცა ქალბატონები ამ შემთხვევაში, როცა ხედავენ, რომ ადამიანს აქვს დიდი თანხა, არ მისთვის საოცნებო მამაკაცი გამოჩნდა მის ცხოვრებაში, თავს იტყუებ, საკუთარ თავს ატყუებ, რომ მე ალბათ ეს ყველაფერი მომეჩვენა, ალბათ ესე არ არის, იმიტომ რომ აჯერებ ყველანაირად საკუთარ თავს, რომ ეს ეხლა მოხდა და ცდილობთ საკუთარ თავს, რომ გაამართლოთ მისი საქციელი. მაგალითად, ერთ-ერთი ისტორია ფინანსებთან დაკავშირებით, როცა მამაკაცმა ქალბატონი დაპატიჟა, ეს ქალბატონი არის უბედნიერესი, გახარებული, რომ რაღაცა მისი პრობლემები უნდა გადაწყდეს, რადგან ეს ესეთი რაღაცა შეძლებული ადამიანია და დაპატიჟა ერთ-ერთ რაღაცა ღონისძიებაზე თუ რესტორანზე თუ რაღაცაზე იყო საუბარი და სადღაც საათნახევრის განმავლობაში ადამიანი ეძებდა უფასო სადგომს, იმიტომ რომ ის რაღაცა 2 თუ 3 არ გადაეხადა. ამითი ჩანს უკვე, როცა ადამიანები რაღაცა ერთგვარ ფასდაკნებას